მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ gRPC-ზე და ამას გავაკეთებთ რა თქმა უნდა მარტივი ენით და ვიზუალური მაგალითებით, რათა ვიდეოს ბოლოს ყველასთვის გასაგები იყოს რა არის gRPC და რა უპირატესობები აქვს. სანამ gRPC-ზე გადავალთ, ჯერ უნდა გავარკვიოთ საერთოდ რა არის RPC, ანუ დისტანციური პროცედურის გამოძახება, remote procedure call. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, ჩვენ გვაქვს core banking სისტემა, სადაც ინახება კლიენტის ანგარიშები, ასევე გვაქვს ცალკე სერვისი, რომელიც ბარათებს მართავს. როცა კლიენტი აპლიკაციაში ნახულობს ბალანსს, მობილური API იძახებს ფუნქციას get account balance. რეალურად ეს ფუნქცია სრულდება core banking-ის სერვისში, მაგრამ კლიენტისთვის ეს უბრალოდ ფუნქციის გამოძახებას გავს. ეს არის ზუსტად RPC. თითქოს ლოკალურ ფუნქციას იძახებ, მაგრამ სინამდვილეში ის სხვა სერვერზე, სხვა მანქანაზე სრულდება. რაც შეეხება gRPC-ს, არის თანამედროვე მაღალი წარმადობის Cloud Native RPC framework-ი. ეს ნიშნავს, რომ gRPC არის ზოგადი დანიშნულების, უფრო აბსტრაქტული. მისი გაშვება შესაძლებელია Linux-ზე, Windows-ზე, macOS-ზე, Android-ზე, iOS-ზე და ასე შემდეგ. მას ასევე აქვს x86-ის და ARM-ის არქიტექტურის მხარდაჭერა. gRPC არის ენისგან დამოუკიდებელი language agnostic. ეს gRPC-ს მთავარი უპირატესობაა. მას აქვს C++, Go, Java, Python, Node.js, C# მხარდაჭერა და რეალურად ის თითქმის ყველა პოპულარულ პროგრამულ ენაზე მუშაობს. gRPC შეიქმნა იმისთვის, რომ მონაცემები ადრესატამდე მიიტანოს ძალიან სწრაფად. ის მონაცემების გადაცემისთვის იყენებს HTTP2-ს და პროტობაფს, როგორც ინტერფეისის განსაზღვრის ენას. ეს ქმნის სერვისებს, სადაც API-ები კარგად არის განსაზღვრული, ხოლო კომუნიკაცია სერვისებს შორის არის დაბალი დაყოვნებით და მაღალი წარმადობით. gRPC 2017 წლიდან Cloud Native Foundation-ის წევრია. სანამ გავაგრძელებთ, ასევე უნდა ვთქვათ იმ ორი ტექნოლოგიის შესახებ, რომელიც gRPC-ს საფუძველს ქმნიან. Google-ს 10 წლეულების განმავლობაში ჰქონდა შიდა RPC framework სახელად STABI. STABI გამოიყენებოდა სხვადასხვა დატა ცენტრებში სერვისებს შორის კომუნიკაციისთვის. 2015 წელს Google-მა გადაწყვიტა შეექმნა STABI-ს შემდეგი ვერსია და ის open source გამხდარიყო. შედეგად შეიქმნა gRPC და აქვე ვთქვათ რეალურად რას ნიშნავს ეს G. თავიდან რა თქმა უნდა ყველას Google ეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ Google ყოველ ახალ ვერსიაზე ამ G-ს მნიშვნელობას ცვლის. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ცალკე README ფაილი შექმნეს, სადაც ყველა ეს მნიშვნელობაა ჩამოწერილი. მეორე ტექნოლოგია არის HTTP2 და ის დაიწყო როგორც პროექტი SPIDI, რომელიც Google-მა შექმნა 2009 წელს და მერე გადასცა IETF-ს. IETF-ი ეს არის აბრევიატურა და ნიშნავს Internet Engineering Task Force, რომელმაც 2015 წელს გამოუშვა როგორც HTTP2. HTTP2-ის წარმადობის ზრდა ძირითადად შემდეგი ფაქტორებით აიხსნება. პირველი არის multiplexing. Multiplexing არის მექანიზმი, როდესაც ერთ ქსელურ connection-ზე შესაძლებელია რამდენიმე მოთხოვნის და პასუხის პარალელურად გადაცემა ისე, რომ ისინი ერთმანეთს არ ბლოკავენ. ტრადიციულ HTTP-ში შეუძლებელია ერთ connection-ზე რამდენიმე მოთხოვნის გაგზავნა ან პასუხის მიღება ერთდროულად. ყოველ მათგანს ახალი connection-ის გახსნა სჭირდება. HTTP2-ში ეს პრობლემა მოგვარდა binary framing-ის დონის დამატებით. ამ დონეზე ხდება მონაცემების კოდირება, encoding და მათი ფრეიმება დაყოფა. Header frame-ი შეიცავს სტანდარტულ HTTP header-ებს და data frame-ი შეიცავს უბრალოდ მონაცემებს. მეორე არის header-ების შეკუმშვა. ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა HTTP header-ი უფრო მეტ სიწყონის ვიდრე თვითონ მონაცემები. HTTP2-ს აქვს ძალიან ჭკვიანური სტრატეგია სახელად HPEG-ი. ყველაფერი, რასაც ვაგზავნით, ჯერ კოდირდება, მაგრამ მთავარი იდეა სხვა არის. HTTP2 ინახავს header-ების ცხრილს, როგორც კლიენტის, ასევე სერვერის მხარეს. თუ მომდევნო მოთხოვნაში header-ის მნიშვნელობა იგივეა, ის მას აღარ აგზავნის და გადასცემს მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც შეიცვალა. ეს საგრძნობლად ამცირებს მონაცემების ზომას. სანამ შემდეგ თემაზე გადავალთ, თუ აქამდე მისმინე და მოგწონს ჩემი ვიდეოები, მინდა გითხრა, რომ 68% ისე უყურებს ვიდეოებს, რომ არ აქვს არხი გამოწერილი. თუ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ, ხო დააჭირე subscribe ღილაკს, ამით დიდ მოტივაციას მომცემ და დამიფასებ იმ შრომას, რომელიც ამ ვიდეოების შექმნაში არის ჩადებული. ახლა განვიხილოთ რა არის პროტობაფი. Protocol Buffers, ანუ Protobuf არის open source პროექტი სტრუქტურირებული მონაცემების სერიალიზაციისთვის. იგი შეიძლება წარმოიდგინოთ როგორც XML-ის ან JSON-ის ალტერნატივა. თუმცა Protobuf-ი ბევრად უფრო სწრაფი და კომპაქტურია. ძირითადად მანქანებს შორის კომუნიკაციაზეა ოპტიმიზირებული. Protobuf-ს აქვს ინტერფეისის განსაზღვრის ენა, რომლის მეშვეობით დეველოპერები აღწერენ კაფეო კონტრაქტს კლიენტსა და სერვერს შორის. ეს კონტრაქტი მოიცავს არა მხოლოდ სერვერის მიერ გამოქვეყნებულ მეთოდებს,
იხსენებს არამედ კლიენტსა და სერვერს შორის გაცვლილი მოთხოვნებისა და პასუხის სტრუქტურასაც. ასეთი schema first მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი და კომპლექსური სისტემებისთვის. პროტობაფი მკაცრად აკონტროლებს მონაცემების ტიპებს და საშუალებას გაძლევს API უსაფრთხოდ განაახლო ძველი ვერსიების გათიშვის გარეშე. პროტობაფს თან ახლავს სპეციალური build time ხელსაწყოები, მათ შორის protocol buffer კომპილერი და ენობრივი პლაგინები, რომლებიც IDL-დან ავტომატურად აგენერირებენ როგორც კლიენტის, ასევე სერვერის მხარის კოდს. კოდის გენერირება შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამულ ენაზე, რაც დეველოპერებს აძლევს საშუალებას სერვისები დაწერონ მათთვის სასურველ ენაზე და უპრობლემოდ დაუკავშირონ ერთმანეთს. გარდა ამისა, protocol buffers გააჩნია runtime ბიბლიოთეკები თითოეული მხარდაჭერილი ენისთვის. ეს ბიბლიოთეკები პასუხისმგებელია მონაცემების სერიალიზაცია-დესერიალიზაციაზე და სპეციალურად არის ოპტიმიზირებული მაღალ წარმადობისთვის, რომ მონაცემები იყოს რაც შეიძლება მსუბუქი და კავშირი მაღალი წარმადობის. ახლა ვნახოთ კომუნიკაციის რა ტიპები არსებობს gRPC-ში. პირველი და ყველაზე გავრცელებული ტიპია UnarRPC. ბანკის მაგალითზე რომ ვთქვათ, UnarRPC არის, როცა მობილური API სერვის ეკითხება რა არის ამ კლიენტის ანგარიშის ბალანსი. კლიენტი აგზავნის ერთ მოთხოვნას, სერვერი აბრუნებს ერთ პასუხს. ანუ ბალანსს ზუსტად ისე, როგორც REST-ში. get/balance. უბრალოდ gRPC-ში ეს არის მკაცრად აღწერილი მეთოდი და არა უბრალოდ URL და JSON. მეორე ტიპი არის server streaming RPC. წარმოიდგინეთ, რომ კლიენტი აპლიკაციაში ხსნის ტრანზაქციების ისტორიას ბოლო 5 წლის განმავლობაში. თუ მონაცემები ბევრია, სერვერს შეუძლია არ დაელოდოს ყველაფრის ერთიანად დამუშავებას და ტრანზაქციები ეტაპობრივად გაუგზავნოს კლიენტს. ეს არის server streaming RPC. კლიენტი აგზავნის ერთ მოთხოვნას, ხოლო სერვერი აბრუნებს ტრანზაქციების ნაკადს, მაგალითად 20 ჩანაწერს. მესამე ტიპი არის უკვე client streaming RPC. ძალიან კარგი მაგალითია ამისთვის KYC პროცესი. კლიენტი აპლიკაციიდან აგზავნის პასპორტის სურათს, სელფის, ვიდეოს, დამატებით დოკუმენტებს. ეს ყველაფერი შეიძლება გაიგზავნოს როგორც client streaming RPC. კლიენტი აგზავნის მონაცემების ნაკადს, ხოლო სერვერი ბოლოში აბრუნებს ერთ პასუხს. ვერიფიკაცია მიღებულია ან დოკუმენტები არასწორია. მეოთხე და ყველაზე მოქნილი ტიპია ორმხრივი სტრიმინგი. ორმხრივი სტრიმინგი ხშირად გამოიყენება fraud monitoring-ში. ტრანზაქციების სერვისი აგზავნის ტრანზაქციებს რეალურ დროში. fraud სერვისი კი პარალელურად აბრუნებს პასუხებს, მაგალითად OK, block card და ასე შემდეგ. ორივე მხარე დამოუკიდებლად აგზავნის მონაცემებს, არ ელოდება ერთმანეთს. ეს არის bidirectional streaming RPC. მიუხედავად იმისა, რომ gRPC მრავალი უპირატესობით გამოირჩევა, მას აქვს გარკვეული შეზღუდვებიც, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ არქიტექტურული გადაწყვეტილებების მიღებისას. პირველი მნიშვნელოვანი შეზღუდვა არის ის, რომ gRPC ბროუზერებში პირდაპირ არ მუშაობს. ბროუზერები არ იძლევიან სრულ კონტროლს HTTP2-ზე, რომელსაც gRPC იყენებს, რის გამოც gRPC კლიენტის პირდაპირ გამოყენება front-end კოდიდან შეუძლებელია. ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენება gRPC web-ი, რომელიც წარმოადგენს შუალედურ layers და საშუალებას აძლევს ბროუზერებს gRPC სერვისებთან იურთიერთონ სპეციალური პროტოკოლის მეშვეობით. მეორე მინუსი უკავშირდება მონაცემების წარმოდგენას. gRPC იყენებს protobuf-ის ბინარულ ფორმატს, რომელიც არ არის ადამიანისთვის მარტივად წასაკითხი, განსხვავებით JSON-ისგან, სადაც მონაცემების სტრუქტურა თვალითაც მარტივად არის აღქმადი. protobuf-ის შეტყობინებების პირდაპირ დათვალიერება და დებაგი უფრო რთულია და დამატებით ხელსაწყოებს მოითხოვს. ამ შეზღუდვების მიუხედავად gRPC ხშირად მაინც რჩება ძალიან ეფექტური არჩევანი შიდა სერვისებს შორის კომუნიკაციისთვის, სადაც მაღალი წარმადობა, მკაცრი კონტრაქტები და ტიპების უსაფრთხოება პრიორიტეტულია. gRPC მხოლოდ RPC ტიპებით არ შემოიფარგლება და დეველოპერებს თავაზობს დამატებით მექანიზმებს, რომლებიც სერვისებს შორის კომუნიკაციას უფრო მოქნილს და კონტროლირებად ხდის. ტრადიციულ HTTP-ში დამატებითი ინფორმაცია იგზავნება ჰედერების საშუალებით. gRPC-ში ამის ნაცვლად გამოიყენება metadata. ეს არის key-value წყვილები, რომლებიც იგივე როლს ასრულებს, რაც HTTP ჰედერები. კლიენტს შეუძლია RPC გამოძახების დაწყებისას გააგზავნოს metadata სერვერისკენ, სერვერს კი შეუძლია დააბრუნოს metadata პასუხის ჰედერში ან ტრეილერში. ეს მექანიზმი ჩვეულებრივ გამოიყენება ისეთ კონტექსტურ ინფორმაციის გადასაცემად, როგორიცაა აუთენტიფიკაციის თოკენი, request-ის ID, ენა და ასე შემდეგ. მოკლედ, gRPC metadata არის HTTP ჰედერების ანალოგი gRPC სამყაროში, რომელიც საშუალებას იძლევა მონაცემების ძირითადი ფლეილოადისგან დამოუკიდებლად გადაეცეს მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაცია.
თუ REST არქიტექტურაში middleware-ებს იყენებდი, gRPC-ში იგივე როლს ინტერსეპტორები ასრულებენ. ინტერსეპტორები მუშაობენ ისე, რომ იჭერენ gRPC call-ს მის დაწყებამდე და ასევე პასუხის დაბრუნებისას, როგორც კლიენტის, ასევე სერვერის მხარეს. ამ გზით შეგიძლია ჩაერიო call-ის შესრულების პროცესში ისე, რომ ბიზნეს ლოგიკას არ შეეხო. მაგალითად, როცა კლიენტი აკეთებს გადარიცხვას, ბიზნეს მეთოდმა არ უნდა იცოდეს ეს call-ი მობილურიდან მოვიდა თუ back-office-იდან. ინტერსეპტორი ამოწმებს, არის თუ არა მომხმარებელი ავტორიზებული და აქვს თუ არა გადარიცხვის უფლება. თუ არ აქვს, call-ი იქვე წყდება და ბიზნეს ლოგიკას საერთოდ არ ეხება. აქვე უნდა ვახსენოთ შეცდომების მართვა, error handling-ი. განსხვავებით REST-ისგან, სადაც ხშირად ბუნდოვანია, რას ნიშნავს 404-ან 500 სტატუს კოდი კონკრეტულ კონტექსტში, gRPC-ს აქვს 16 სტანდარტული სტატუს კოდი. მაგალითად, OK, not found, permission denied, unavailable და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ კლიენტმა ზუსტად იცის, რა მოხდა სერვერის მხარეს და როგორ მოახდინოს რეაგირება. ინტერსეპტორები ყველაზე ხშირად გამოიყენება ლოგირებისთვის, აუთენტიფიკაციასა და ავტორიზაციისთვის, მეტრიკების შეგროვებისთვის, შეცდომების ერთიანი და სტანდარტული დამუშავებისთვის. მოკლედ, gRPC ინტერსეპტორს არის middleware-ის ანალოგი, რომელიც საშუალებას გაძლევს ცენტრალიზებულად მართო ტექნიკური და ინფრასტრუქტურული ლოგიკა ყველა call-ზე. ახლა გადავიდეთ load balancing-ზე. load balancing-ი gRPC-ში ხშირად კეთდება პირდაპირ კლიენტის მხარეს. ეს ნიშნავს, რომ კლიენტი თავად წყვეტს, რომელ სერვის ინსტანსს დაუკავშირდეს და არ არის აუცილებელი შუაში დამატებითი პროქსის ჩადგმა. კლიენტი იღებს ხელმისაწვდომი სერვისების სიას და არჩეული სტრატეგიის მიხედვით ანაწილებს მოთხოვნებს. მაგალითად, Go-ს gRPC ბიბლიოთეკაში client-side load balancing-ი ჩაშენებულია და იყენებს ისეთ სტრატეგიას, როგორიც არის round robin-ი. როცა მოთხოვნები თანმიმდევრულად ნაწილდება ყველა ინსტანსზე. ამ მიდგომის უპირატესობა ის არის, რომ მცირდება დამატებით პროქსების საჭიროება. call-ები პირდაპირ მიდის სერვერებზე, იზრდება წარმადობა და მცირდება latency. მოკლედ, gRPC-ში დატვირთვის ბალანსირება ხშირად კლიენტის პასუხისმგებლობაა, რაც არქიტექტურას ამარტივებს და სისტემას უფრო სწრაფს ხდის. შემდეგი არის call cancellation-ი. Call cancellation-ი gRPC-ში ნიშნავს, რომ კლიენტს შეუძლია ნებისმიერ მომენტში გააუქმოს მიმდინარე call-ი, თუ პასუხი აღარ სჭირდება. როდესაც call-ი უქმდება, გაუქმების სიგნალი ავტომატურად გადაეცემა სერვერს. სერვერს შეუძლია დროულად შეწყვიტოს მიმდინარე დამუშავება და გაათავისუფლოს რესურსები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია streaming RPC-ების შემთხვევაში, სადაც call-ები შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მოკლედ, call cancellation-ი gRPC-ში ეხმარება სისტემას იყოს უფრო ეფექტური, თავიდან აიცილოს ზედმეტი მუშაობა და უკეთ მართოს რესურსები როგორც კლიენტის, ასევე სერვერის მხარეს. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა deadline-ი. ტრადიციულ სისტემებში გვაქვს time-out-ი, ანუ რამდენი ხანი ველოდოთ პასუხს. gRPC-ში გვაქვს deadline-ი. ეს არის კონკრეტული დრო, რომლის განმავლობაშიც მოთხოვნა უნდა შესრულდეს. წარმოიდგინეთ, რომ კლიენტი ითხოვს ინფორმაციას და აწვისებს deadline-ს 2 წამს. თუ პირველმა სერვისმა დააგვიანა, ეს ვადის ამოწურის სიგნალი ავტომატურად გადაეცემა ჯაჭვში მყოფ ყველა სერვისს. ისინი ხვდებიან, რომ აზრი აღარ აქვს მუშაობას, რადგან კლიენტი პასუხს აღარ ელოდება. შესაბამისად, თავისუფლდება ბევრი რესურსი. რომ შევაჯამოთ დღევანდელი ვიდეო, დღეს გავიარეთ რა არის RPC და რატომ არის gRPC მისი თანამედროვე და ეფექტური რეალიზაცია. ვნახეთ, როგორ მუშაობს gRPC შიდა სერვისებს შორის კომუნიკაციაში, რატომ არის ის სწრაფი და მაღალი წარმადობის და რა როლს ასრულებენ HTTP2 და protobuf-ი ამ ყველაფერში. ვისაუბრეთ gRPC-ის მთავარ კომუნიკაციის ტიპებზე, მის უპირატესობებზე და შეზღუდვებზე. ასევე ისეთ მნიშვნელოვან მექანიზმებზე, როგორიცაა metadata, interceptors, load balancing, call cancellation და deadlines. ის, რაც დღეს გაგიზიარეთ, მხოლოდ აისბერგის წვერია. gRPC-ს კიდევ ბევრი საინტერესო დეტალი აქვს, მაგრამ იმედი მაქვს ეს ვიდეო დაგეხმარათ ზოგადი სურათის დანახვაში. ასევე მინდა ერთ საკითხზე გესაუბროთ და ავხსნა, რატომ არის ჩემი ვიდეოების კონცეფცია ტექნოლოგიის ზოგადი მიმოხილვა და არა დეტალების გარჩევა. პირველი არის ვიდეოს ზომა. 25 წუთიან ვიდეოებსაც ბოლომდე არავინ უყურებს და საშუალო ყურებადობა არის დაახლოებით 13-15 წუთი. წარმოიდგინეთ 3 საათიანი ვიდეო რომ დადო, ალბათ ჩართვის შეეშინდება ყველას. ასევე, როდესაც რომელიმე ტექნოლოგიას სწავლობ დეტალურად, არ მიმაჩნია, რომ ვიდეო არის ის რესურსი, რითაც ტექნოლოგია უნდა ისწავლებოდეს. ამისთვის საჭიროა სტატიები, წიგნები და ღამის თენება, რომ მაგალითად gRPC-ის შემთხვევაში გააკეთო კლიენტის სერვერი, სხვადასხვა ტიპის call-ები და გატესტო რა როგორ მუშაობს. ამიტომ
ჩემი ვიდეოების მიზანია უბრალოდ ტექნოლოგიებზე ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ და მერე უკვე დეტალებში თქვენით უნდა შეხვიდეთ. ასევე ვაპირებ, რომ რაიმე სივრცე შექმნა რომელიმე სოციალურ ქსელში, სადაც კონკრეტულ საკითხს დეტალურად განვიხილავთ ხოლმე და ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონა ვიდეო, გთხოვ გამოიწერე ჩემი არხი, დაალაიქე ვიდეო და დამიტოვე კომენტარი. ეს მართლა მეხმარება. ნახვამდის.